გამარჯობა, თქვენ უყურებთ დისტილერიას, მე გიორგი ნადადაია ვარ, გიორგი ჯვარგავა. მოკლედ ისევ განვიხილავთ ვისკის როგორც ყოველთვის. ამ შემთხვევაში განვიხილავთ Glenmorangie Signets, თქვენთაგანმა გთხოვა წინა ვიდეოზე, მოკლედ კომენტარებში განიხილეთ და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ რომ განვიხილოთ. თან ჩამოვასხათ. თან ისეთი ვისკია უარის თქმა რომელია ყურადღება არ მივაქციოთ და მაინც ამე სხვა გეგმაში განვიხილოთ არა. უარის თქმა დაგეზარე. მოკლედ Glenmorangie მდებარეობს ალბათ ბევრმა იცით Highlands რეგიონში, დისტილერია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტილერია არა მარტო საქართველოს ქნიან მთელ მსოფლიოში და Signet-ი არის მათი როგორ ქვია დავაუწყე ინგლისურად, მაგრამ უმაღლესი მწვერვალი. როგორც ეძახიან ეს ალუბალი ნაკრებს ხო Holy Grail არის ინგლისურად. ნუ ხო ის არის რა მოკლედ ესეთი ერთ-ერთი არომატები. კი, ერთ-ერთი ზოგადად ვისკის სამყაროში ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მეტად ბევრს საუბრობენ ისეთი ტიპის ვისკი არის. ფასიც არ აქვს ხა იაფი, შესაბამისად ბევრს საუბრობენ თვითონ ვისკის ახლა ვისაც გაუსინჯოს ყველას მოწონს, მე მგონი არ შეხვედრია ადამიანი რომ არ მოწონდეს და ვისაც არ გაუსინჯოს, ყველას უნდა რომ ასინჯოს. მოკლედ ესეთი ტიპის ვისკი არის ჩვენი Glenmorangie Signet-ი. მიუხედავად იმის, რომ უასაკო კატეგორიაში გადის, სხვადასხვა წყაროების ზედაკნობით და სხვადასხვა ფორუმებზე ვარაუდობენ, რომ Glenmorangie-ის ყველაზე უძველესი საცავებიდან არის სპირტები გამოყენებული აქვს და ზოგიერთი მათგანი 35-40 წლისაც არის. ხო, თუმცა ხო, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე ახალგაზრდა, ანუ ახალგაზრდა სპირტებიც არის ამაში. მაგრამ მე მახსოვს რაღაც პერიოდი აი ადრე მე როცა იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსებში 18 წელი და ზემოთ იღებდა ხოლმე. ეხა ბოლო წლები აღარ ვიღებს მონაწილეობას კონკურსებში, მაგრამ წელი არასდროს არ იწერა ამას მოკლედ და შესაძლოა ნუ შეიძლება ხა უკვე მოთხოვნა გამოდიან რომ ახალგაზრდა სპირტებიც ალბათ არის ამაში, რა თქმა უნდა, მაგრამ უთი მაინც ხარისხს ასე ვთქვათ ინარჩუნებს. ნუ რა უნდა ვთქვათ, ეხლა განსაკუთრებულობა რა არის ამაში, ხა რატო არის ესე? ერთ-ერთი ესეთი უნიკალური რაც აქვს ამას, ნუ ექსპერიმენტის ნაწილია, რომ ბოთლი და ყველაფერი ხუთი ადრე კიდე უკეთესი ხუთი ქონდა თავსახური ძრებოდა და 3 სადგამი იყო ბოთლის. ეხლა უკვე ესეთი უფრო სხვანაირი ხუთი არის. მოკლედ ისე გარდა ამისა, თავარი რაც არის, ეხლა აქ ესეთი უნიკალური ძირითადი რაც არის გამოყენებული სპირტი, იმისა რომ კასების ნაირფეროვნება არის ყველანაირი კასრი თითქმის, არის მოხალული ქერისალაო. სპეციალურად გამოიყენეს მოხალული ქერისალაო იმისთვის, რომ ეს რაღაც გემოები დამჯდარი იყო ისეთი, როგორც ეხლა კონკრეტულად ჩვენ Signet-ს აქვს. ხო, თვითონ თუ სწორად მახსოვს, მეგონი კასრები ბოლოს შეიში არის უმეტესად Pedro Jimenez. ხო. ხერეს და უმეტესად Pedro Jimenez, ნუ Olorosoც არის, Bourbon-ის კასრიც არის, რამდენადაც ვიცი, მოკლედ შერეული არის კასრები, მაგრამ ხო, ქერისალაოს ვისკი მოკლედ ერთი დისტილერიდან single malt-ი უმაღლესი ხარისხის. მოდით გაგრძელდეს. არომატებზე გადავიდეთ. წვრილზე მოკლედ დესერტი არის კი. ესეთი კარგი ყავის დესერტი არის. შოკოლადი უფრო მეტი არის, მეგონი ვიდრე ყავა. ყავაც არის ახალმოხალული ყავი, მოხალული დაფქული ყავის, მაგრამ აი კარგი ტკბილი შავი შოკოლადის, აი შავი შოკოლადი და ტკბილი თან ცოტა უცნაური არის, მაგრამ აი ტკბილი შავი შოკოლადის. რაღაც აი შოკოლადის ნამცხვარი თხევა მდგომარეობაში, რაღაცა ეგეთი ხილავა კეიქი არის. მოხალული ქერისალაოსგან არის მოხალული ალბათ ეგ აძლევს არომატს და ხილეულის არომატიც საკმაოდ ბევრი არის. ხო, აქ ჩოლებრივი ქერისალაოც გამოიყენეს, მოხალულიც, მოკლედ მთელი კომპლექსურობა არის, ანუ სხვადასხვა რაც ვთქვათ კასრები მე შემდეგ როცა შეურიოს, მთელი ამბავი არის მოკლედ გამოყენებული. ალკოჰოლი აქვს 46, ნორმალური, გაუფილტრავი, ნატურალური ფერის ვისკი. ბევრი არავისის მოყვარული ამბობს ხოლმე რომ ვისკის ხო დასუნა აი ცხვირზეც რაღაცნაირად ცოტა უხეშია. ეს მეგონი პირიქით რაღაც ისეთი არისო. აი ახალგაზრდაზე საერთოდ თავს რო მოხსნი ჯინის ამოსავსავით ამოდის და ამოდის შოკოლადის არომატები. თითქოს ტირამისუ ხო აი გამოხადეს. ძალიან მაგარი არის ცურცი.
ну თვითონ ვისკიც საკმაოდ ისეთ ზეთოვანი არის, ბოტონჭიქას ეთყობა. მოდი რომ გავსიჯოთ. კატაკლაპორო არ მოგინდება, დაგინანება ეგეთი. ანუ ტირამისუ არ, აი ის lady finger თუ რაც ქვია მას რაღაც. ისინი როცა ტირამისუს ისინი არის. ყავაში დალბობილი. აი ყავის საწუწნი განფეტები რო არის. კი, აი ცხვირზე ხო უფრო მეტი შოკოლადი ვიგზენი მე ვიდრე ყავა, მაგრამ აი გემო აქვს მოცემულში მაღალი ხარისხის იტალიურ ყავას ესპრესოს რო არის მაგალითად ძალიან მაგარი არის. შოკოლადიც იგზნობა ისე ვანილი ეს ყველაფერი არის, მაგრამ ეს ყავის დომინანტური გემოა ესე, ანუ ხო ვამბობ ცხვავისყიშიც რომ ყავა იგზნობა ან შოკოლადი. აქ არის ეს ყველაფერი აყვანილი უმაღლეს დონემდე. ვინ შოკოლადი და ყავა აქვს მართლა. ანუ ვანილიც აქვს კი ცოტა ნაღები ყველაფერი და აი მართლა თითქოს ტირამისუ გამოხადოს. აი ტირამისუ კაცრებში დააძველეს, არ ვიცი რა. უმაღლესი დონის ვისკი არის. ბევრი ამაზე უკეთესი ვისკი ალბათ აღვილებია ეს როგორც აღებული ვისკი, მაგრამ აი ამ ვისკიზე ხარ ყოველთვის რატო ვარ ხოლმე აღთვალებული ვისკის შემოქმედებითი პროცესი, ანუ ვისკის შექმნა რასაც ქვია. ინდონემდე არის, აი დახვეწი, აი ყველა ეს ვისკი გაჩვენებს რომ რამდენი რამე შესაძლებელი არის რომ გააკეთო და მიაღწიო თუ კარგად გამოიყენებ იმ ინგრედიენტებს რაც შენ გაქვს ხელთ, ხო? იქერისალაუს მოხალავი, კასრების კომბინაციას გააკეთებ და ასე შემდეგ. ეს პირველად მე მგონი ანუ 2011-ში ან 2013-ში იყო მე მგონი როცა პირველად დაამზადეს ეს ვისკი. მე მგონი ცოტა უფრო ადრე. მე მგონი ხო ანუ მოკლედ რეიჩელ ბერი მუშაობდა მაშინ ჯერ კიდე იმაში გლენმორანჯიში და ძველ ინტერვიუებიდან ვიცი რომ მისი შემოქმედება არის ბილ მუნსტენის ხელმძღვანელობით. თუმცა დღეს უკვე როცა ეს ვისკი გამოდის, უკვე მხოლოდ ბილ მუნსტენს ახსენებენ ხოლმე, ვინც არის ერთ-ერთი ის თქვა შემოქმედი ზოგადად გლენმორანჯიში ვისკების დამზადებაში. მაგრამ ნუ ერთ-ერთი ისეთი დასაფასებელი ქალბატონი, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, კარგად ფლობს ხელისის კასრებს. გულ მისი დამზადებული გონია უფრო მეტად მაინც ეს ვისკი. არ ვიცი, აი ნუ მართლა აი უაღლესი ხარ. რამდენი ვიდეო ყოფილა გაშივა, რომელიც თალკე შეჩაგწერია, თალკე ერთად ჩაგწერია, რომ საკონდიტრო არომატებს გზნობს რაღაც. ვანილი მოდის, შოკოლადი მოდის, რაღაც, მაგრამ ამდენი არომატი საკონდიტრო ერთად მოდიოდეს ერთი ყლუპით. აი უმაღლესი ხარისხის ვისკი არის, აი ყოველთვის ვიტყვი და კიდე გავიმეორებ, მაგრამ სანამ ამ დონეზე უშვებენ ამ ვისკის, ასე ვთქვათ, ინარჩუნებენ ამ ხარისხს. ახლა ვიცი რომ ახალიც გამოუშვეს უკვე რეზერვი თუ რაღაც სპეციალური. კიდე მე რაღაც სხვა სერიაც გამოუშვეს. ეს არის 2022 წლის ბოთლი. ვთქვათ, უმაღლესი ხარისხის ვისკი არის, ყოველთვის შევაფასებ როგორც უმაღლესი ხარისხის ვისკის. ერთ-ერთი გამორჩეული ვისკია. აი რა უნდა დავამატო მართლა არ ვიცი. ხანგრძლივი არის ფინიშიც, ეხლა იგზობა ეს ტირამისუს გემოიგზობა გამოკვეთილად, მოკლედ. უგემრიელესი ვისკი. მართლა ყველა ვისკის მოყვარულს და არა ვისკის მოყვარულსაც გულით გირჩევთ, რომ ეს გამოცდილება გაიზიაროთ. თუნდაც არ სადმე ბარში თუ შეგხვდებათ 50 მილილიტრი მაინც რო გასიჭოთ, იმიტომ რომ შეიძლება თლიანი ბოთლი შეძენა ვერ შეძლოთ. ღირს. მართლა ღირს. რაღაც უმაღლესი სხვა გაის სამყაროში გადადიხარ. სხვა ვისკებში თუ გზნობ რაღაცა მინერალს, ტყავს, ცალკე შოკოლადს, სიტყვაზე ჩირეულს და ასე შემდეგ. აქ ეს ჩირეული, შოკოლადით ხილი, ნუში, ტირამისუ, ყველაფერი ერთად არის რა და თან ისე არის რომ ერთი მეორის გემოს არ ფარავს პირიქით. ყველა იგრძნობა. ერთ უმაღლესი ხარისხის ვისკი არის მოკლედ. ეხლა გლენმორანჯი ისედაც აგრძელებს უკვე ექსპერიმენტებს, ყოველ წელს რაღაცა სხვადასხვა კასრების და რაღაც სახელებით უშვებს ხოლმე კეიკი, რაღაც ვინტერი და ასე შემდეგ. ალბათ ამის გაგრძელება არის ყველაფერი, მაგრამ ასეთი ჯერ არ ვიცი, ჯერ არაფერი არ შევხვდით. ზოგადად ვისკის ინდუსტრიაშიც ჯერ ესე ასე ხელოვნების დონემდე იყოს მიყვანილი კასრების, თავის ინგრედიენტების ასე დაძველება ყველაფერი ერთად კომბინაციაში და ესე შეგნებულად მიიღო ის შედეგი, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ყავისკენ წასულიყავი. ეგეთი მასტერ ბლენდერის უმაღლესი დონე არის რა. კი.
მოგვით შედევრი არის ეს ვისკი, ყველას გიჩვენებ მართლა დასიმჭირდეთ. მეტი რა უნდა არის ხო. ძალიან დიდი მადლობა აზრისთვის, რომ შემოგთავაზეთ ზიგნეტის ვიდეოს ჩაწერა. გვინდოდა ჩვენს ხო და მოგვეცა მიზეზი რომ ჩაგვეწერა ეს ვიდეო. შემდეგი ვიდეო რაზე ჩავწეროთ, ან ერთ-ერთი შემდეგი თუ რამე სულ გიქნებთ თქო კომენტარებში დაგვიწერეთ. ან ამ შემთხვევაში უკვე ცოტა რაღაცით დაგვიწერეთ, რომ ერთი კვირა აღარ ჩავაგდოს და მარტივად მოსაძებნი სასმელი იყოს შეთანხმებით. მადლობა. ამან დროებით, მოგო შეხვედრამდე.